დაპირისპირებდა ხელჩართული ჩხუბი თბილისის საკრებულოში ურბანული განვითარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის ხდომამ ხმაურის ფონზე ჩაიარა. მიზეზი თამარაშვილის 13 ნომერში მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების გეგმა, რომელზეც კომისიამ დღეს იმსჯელა. დაპირისპირება არქი ჯგუფის გენერალურ დირექტორსა და იმ მოქალაქეებს შორის მოხდა, რომლებიც დღეს საინიციატივო ჯგუფს წარმოადგენდნენ. კომისიის თავმჯდომარემ მათ დარბაზი დაატოვებინა. მოსახლეობას დამოუკიდებელდებოდათ ალეკო ელისაშვილს და ოპოზიციის ნაწილს გეგმა არ მოწონს, ისინი თვლიან, რომ 13 ახალი 35 სართულიანი კორპუსი, რომელიც ამ გეგმის მიხედვით აქ უნდა აიგოს, სატრანსპორტო კოლაფს გამოიწვევს. ასევე განადგურდება გამწვანება. საკრებულო პროექტის დასახვეწად არქიტექტურის სამსახურს ორკვირიანი ვადა მისცა, რის შემდეგაც საკრებულო მას დასამტკიცებლად ხელახლა განიხილავს. გაწნარდი ძალიან რა არის აქეთ მე ძალიან ხო ქართული მაინც არის თომაზე დედას გაგოდი როდესაც სართულიანი კორპუსი აშენდება, არ შეიძლება ვინმე მან მერია მასაკრებულონ დაუმტკიცოს სამჯერ მეტი შენობის სიმაღლეში გაშვება. ჩვენ ვითხოვდით, რომ ხეები არ უნდა მოჭრილიყო. მოიჭრა 12 ხე, დამნაშავედ დღემდე არავინ არ არის. ალტერნატიული პროექტი უნდა მოძებნონ დეველოპერებმა, მაგრამ ისიც მესმის, თუ როგორი დაწოლა აქვს ეკონომიკის სამინისტროს, რომ ინვესტიციები შემოვიდეს. რამოდენიმე დეველოპერია, რომელიც ჯამში დაახლოებით 70 მილიონის ინვესტიციას ახორციელებს და საკმაოდ ბევრი ადამიანი უნდა დასაქმდეს ამ ტერიტორიაზე და საკრებულოს განწყობას არის ის, რომ ძალიან მოეწონათ გერგე, თუმცა რაღაც კონკრეტული შენიშვნებზე იყო მითითება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ასე ვთქვათ ბოლო სახის შენიშვნა იქნება და უახლოეს პერიოდში, უახლოეს ერთ კვირაში, ორ კვირაში საბოლოოდ დამტკიცდება პროექტი.